დიდება შენ და ღმერთო, იყვეს ნება შენი, ამინ. სახალიფა მათესი თავი მესამე. ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა სათავსასუფეველი, რადგან ეს არის ვისთვისაც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა, გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი. მაშინ გამოდიოდა მისკენ იერუსალიმი და მთელი იუდეა და მთელი შემოგარენი იორდანესი. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. როდესაც დაინახა მისკენ მოსანათლად მიმავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: იქადნეს ნაშიერნო, ვინაიდან გაასწავლათ გაეკეცითო მომავალ რისხვას, მაშინ გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა. ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი, რადგან გეუბნებით თქვენ, ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. ვინაიდან აწ უკუეთ ცული ხეების ფესვთანა დევს, ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდგომ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ის ვისი ხამლის ტარებასაც არ ვარ ღირსი და ის მოგნათლავთ სული წმინდით და ცეცხლით. მას ხელთ უპყრია თვით არნადი და განწმენს თავის კალოს და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეთ ცეცხლს. მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეს პირას იოანესთან, რათა მონათული იყო მისგან. იოანე კი არ უშვებდა და ეუბნებოდა: მე მართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: და ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვარსულოთ ყოველი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი და როდესაც მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხილა სული ღვთისა. დაბლა რომ ეშვებოდა